ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება და ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველი მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევს. საოლქო კომისიები უკვე ემზადებიან. არჩევნები კვლავ ელექტრონული წესით ჩატარდება. ამჯერად 3 ბიულეტენის ნაცვლად ამომრჩეველს მხოლოდ ერთიანი ელექტრონული ბიულეტენი დახვდება. Რამოდენიმე დღეში ჩვენ აქტიურად შევალთ წინასაარჩევნო პროცესში, ანუ ოფიციალურად გამოცხადდება არჩევნები და სწორედ არჩევნების გამოცხადების დღიდან დაიწყება ვადების ათვლაც, ხო? ჩვენ შემთხვევაში ეს მოუწევს 5 აგვისტოს. პირველ რიგში დამოუკიდებლად ვისაც სურს, ანუ საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციით ვიწყებთ ჩვენ და მათ არჩევნებამდე არაუგვიანეს 57 დღისა და ჩვენ შემთხვევაში 18 აგვისტო იქნება ეს, უნდა მომართონ საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის მიზნით, შემდეგ მათ გადაეცემათ ცესკოს მიერ მიღებული ამომრჩეველთა ბლანკები, რომელიც უნდა შეავსონ და არაუგვიანეს მე-40 დღისა 25 აგვისტო გამოდის, უნდა დაგვიბრუნონ ჩვენ და ამის შემდეგ მოხდება მოკლედ საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია და მათი წარმოქმნილი კანდიდატების რეგისტრაციაში გატარება. რაც შეეხება პარტიებს, სურვილი შემთხვევაში მათ უფლება აქვთ არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა წარმოადგენენ როგორც პარტიული სია, აგრეთვე მერობის კანდიდატების და შესაბამისად ეს 3 სექტემბერი გამოდის და იქამდე აქვთ ვადა. ამ ეტაპისთვის არჩევნებში მონაწილეობას ქართული ოცნება, ლელო საქართველოსთვის და გახარიას პარტია იღებს. ოპოზიციურ პარტიებს გაყალბების მოლოდინი ისევ აქვთ, მაგრამ მათი თქმით ცდილობენ რისკები შეამცირონ და არჩევნებმა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ხმა ასახოს. ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში იმისათვის, რომ გამოვლიტოთ მანდატები ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვიდეს წარმომადგენლები ოპოზიციური, რომ გაკეთდეს საქმე და ჩვენი ქვეყანა, რომელიც ადამიანებმა შეწირენ თავი, რომ ევროკავშირში შევსულიყავით, დღეს მივდივართ, რომ კარგავთ ყველაფერს ფაქტიურად. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გაყალბება არ მოხდეს ამ არჩევნებში. ჩვენ შევისწავლეთ ტექნოლოგიები, უკვე თავდაცვის მიზნით შეგვიძლია რაც წინა ხარვეზები იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვასწოროთ ის ხარვეზები. გახარია საქართველოსთვის პარტია ყოველთვის იყო თანმიმდევრული. ანუ თავიდანვე განაცხადეს, რომ მიიღებდნენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ამის მოტივი იყო, რომ ჩვენი მოსახლეობა არ დაგვეტოვებია მხოლოდ ოცნებასთან ერთად არჩევნებში. მუნიციპალური არჩევნები კიდე სხვა თემაა, ანუ კონსტიტუციური უფლებაა ხალხის და ეს უნდა გამოვიყენოთ ეს უფლება. ხალხმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლება. ეს არ არის ოცნების არჩევნები, ესაა ჩვენი ხალხის არჩევნები, რომ ყავდეს ჩვენი წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, გეგმა არსებობს, ჩვენ ვიმუშავებთ და ვმუშაობთ ხალხთან, არ შეგვიწყვეტია ამაზე. ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ყავდეს წარმომადგენელი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტში, ასე ვთქვათ. ამავდროულად არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა. ისინი 4 ოქტომბრისთვის სულ სხვა გეგმას აანონსებენ. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არ აპირებს მიიღოს ივანიშვილის რუსულ ცირკში მონაწილეობა. ამის საპირწონედ ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ ბრძოლას. ეს არის ბრძოლა მათ შორის ეროვნული მოძრაობის შექმნით. იცით თქვენ, რომ პაატა ბურჭულაძეს აქვს ინიციატივა, რომ 4 ოქტომბერს ყველანი, ვინც არ ეთანხმება ამ არჩევნების ჩატარებას, ყველა ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვით, შევიკრიბოთ და შედგეს ეროვნული მოძრაობა, რომელიც აუცილებლად დაამარცხებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. დრო ბევრი აღარ დარჩა. განსხვავებული პოლიტიკური მოლოდინებით, მწვავე დაპირისპირების და პოლარიზაციის ფონზე მოახლოებულ არჩევნებამდე ქვეყანას 2 თვე აშორებს.